ყველაზე მნიშვნელოვანი დიალოგი, რაც კი ოდესმე გქონია, ალბათ არც არავის გაუგია, რადგან ეს ის საუბარია, რომელსაც საკუთარ თავთან ყოველდღე ჩუმად, შიგნით აწარმოებ. და ძირითადად აი რასეუბნები ხოლმე შენს თავს. მეც უნდა აკეთებდე, არ ვარ უკეთ გააკეთე, არ არის საკმარისი, არ მომწონს, არ გამოგდის, არ შეგიძლია. აი ახლა მითხარი, ასე რომ გელაპარაკოს ვინმე სხვა, ხომ ეტყოდი, ცუდად მომექცა, მაწყენინა, აღარ მინდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ როცა ეს ხმა შენ გეკუთვნის, რატომღაც ჩუმად ხარ და ეს აბსოლუტურად მისაღებია. გიფიქრე ოდესმე რამდენად ჰარმონიული შეგიძლია იყოს საკუთარ თავთან. დიახ, შენ შეგიძლია შეცვალო ტონიც და მიდგომაც, უთხრა საკუთარ თავს მესმის, რომ გიჭირს, შენ ძლიერი ხარ, არა უშავს, ხვალ უკეთ გამოგივა, კარგია, მაგრამ მეტი შეგიძლია და ამას შეძლებ. აი სწორედ აქედან იწყება საკუთარ თავთან მეგობრობა, ხოლო საკუთარ თავზე უკეთესი მეგობარი ალბათ ცოტა თუ მოეძებნება ამაში წამეთანხმებით. როგორ ვაქციოთ შინაგანი ხმა მხარდამჭერად და არა დამამცირებელ კრიტიკოსად, როგორ ვიპოვოთ ბალანსი სრულყოფილებასა და მიღწევად მიზნებს შორის და როგორ ვაქციოთ საკუთარ თავთან კომუნიკაცია მოტივაციის მთავარ წყაროდ, ჩვენი სტუმარი ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელი გვეტყვის, ასევე გავიგებთ პერფექციონიზმი ეს არის ძალა თუ ფარული მახე, რომელიც მუდმივად საკუთარ თავთან კონფლიქტს აღვივებს. დილამშვიდობისა, გაბატონო ნონა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სულ რამდენ რამეზე დაგვაფიქრე, რამდენი რამე გაგვიცოცხლე. ხო, იცი რა არის, ეს ის დიალოგია, რომელსაც ყოველთვის ვაწარმოებთ საკუთარ თავთან, მაგრამ რაღაცები ყურადღების მიღმა გვრჩება ხოლმე. ძალიან მცირე პატარა დეტალები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიურობისთვის, ჩვენი წარმატებისთვის. და შემდეგ დიდ გავლენას ახდენენ ხოლმე საბოლოო ჯამში ყველაფერს. თავიდან დავიწყოთ განმარტებით, ზოგადად რა არის ეს თვით დიალოგი. დიალოგი საკუთარ თავთან, რატომ აქვს მას ასეთი ძლიერი გავლენა ჩვენს განწყობაზე, გადაწყვეტილებებზე, ჩვენს ცხოვრებაზე ზოგადად. მოდი ესე პროგრამად დავიწყოთ რა. ეს დიალოგი ნიშნავს, რომ ადამიანი საერთოდ არ არის საკუთარ თავში, როგორც დამკვირვებელი, როგორც ჩუმი, დამკვირვებელი, რომელიც ცხოვრებას შეიგრძნობს. ეს მუდმივი საუბარი გონებაში მიანიშნებს იმას, როგორი გაორებულია ადამიანი. საერთოდ ადამიანის მარადიული პრობლემა ეს გაორება ხდება. ერთია ცხოვრება, ცხოვრობ, აკეთებ რას, ნუ როგორც გიხერხდება, როგორც გამოგდის და მეორეა მთელი შენი სტერეოტიპები, მთელი შენი სოციოკულტურული აღზრდა, მთელი შენი იდეები, წარმოსახვები, ოცნებები, ნუ სტანდარტები. რატო ადამიანი ცუდად? აი, სანამ გონება დიალოგში იმყოფება, ადამიანი კარგად ვერ იქნება. მუდმივი უკმაყოფილობა თქვენ რაც თქვით წეღან, რომ აი მეტი შემიძლია და ნახეთ ახლა გავიდა ცხოვრება, მიდის ამ დიალოგში, თქვენი შეგრძნებები სად არის? აი, ადამიანი რო ამბობს, რომ მინდა ვიყო მშვიდად, დავიღალე, დავისტრესე, ხო, მუდმივი სტრესია ადამიანის ეს რაღაცა ცხოვრება. სტრესი იმის გამო კი არ არის, რაც გარეთ ხდება, აი მაგ დიალოგის გამოა, გონება, რომელიც არასოდეს არ ჩუნდება. და მანდ ერთადერთი გამოსავალი ის კი არ არის, აყვე ინტერაქციაში, იმიტომ რომ ეს უკვე წამოგიკიდა ხვდები, გაჩერდი. და დაიწყე დაკვირვება. რა უნდა ამ გონებას? აი, განპირობებული გონება სწორედ ეს არის. არ გასვენებს, თავს არ განებებს და შენ ვერასდროს ვერ ხარ მშვიდად. აი, როგორ უნდა იყო ჰარმონიულად, როგორ უნდა იცხოვროს სტრესის გარეშე, როდესაც შენს თავში მუდმივად საუბრობენ. თუმცა ხშირად აი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც თუ რა უნდა ჩვენ საკუთარ თავს ძალიან რთულია ხო? არ არის რთული, ნახეთ. მოდი, მაშინ ესე დავიწყოთ. როდესაც იწყებს დიალოგს გონება, რა თქმა უნდა, პირველი გესაუბრება, აბა მოусმინე, რას გეუბნება. როდესაც გონება რამე ხარ თვითონ კი ვერ მოიგონებს, შენში რაც არის დალექილი, ანუ შენი განპირობებულობა რა არის, ესე იგი აპრიორულად იქ რაღაც ინფორმაციაა. ეს ინფორმაცია არის თქვენი ბავშვობიდან, ხო, განათლებიდან და აქეთ, ნუ მიღებული. ოჯახმა რა გითხრათ, კულტურამ რა გითხრათ, იმ წიგნში რა წაიკითხეთ. ადამიანი ეს არის სტერეოტიპების ბუკეტი, კი გონია რომ ძალიან თავისუფალი ტიპები ვართ და ჩვენ არ ვართ სტერეოტიპულები, მაგრამ ადამიანი არის რაღაცა აი პროგრამა, ხვდებით, სტერეოტიპების პროგრამა და როგორ ვიწყებთ ჩარევას, ანუ ამის დაშლას, იცით, ჯერ უსმენ ჩემს გონებას, რას მეუნება.
მუდმივი ამბიცია, მუდმივი კონკურენცია. რას თავაზობს? გონებამ თავაზობს იმას, რაც მოისმინა საბავშვო ბაღში, სკოლაში, სახლში, ხო, მუდმივი ეს დოღი მაგარი პირველი, უფრო მაგარი, უფრო პირველი, მე რაღაცას და მოგიყვებიან სოციალურ მედიაში სისულელეს, იჯერებ, რომ ვიღაცა ისეთია, ვიღაცა ისეთია. სინამდვილეში ყველა ადამიანი, ვისაც თქვენ უყურებთ, ყველა იტანჯება აი ამ საკუთარ თავში, აი ამ დიალოგით და აი ამ კონფლიქტი საკუთარ თავთან. მე ვფიქრობ, ზუსტად ეს არის ექსისტენციალური კრიზისი კაცობრიობის, რომ იცვლება დრო, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არაფერი იცვლება, ადამიანი არის ნევროტული, დეპრესიული, რაღაცა დაშლილი არსება, რომელიც რაღაცა გარედან ცდილობს, რომ ძალიან ტიპი იყოს, მაგრამ შიგნით არის შეშინებული და ფოთვები. დაიწყე დაკვირვება. რას გთხოვს შენი გონება? და უბრალოდ დააკვირდი, ეს არის გაგება შენი. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვიცით ხოლმე რა არის ჩვენი თავისთვის უკეთესი. აი ამ დიალოგის პარალელურად უსმენთ საკუთარ თავს, დავიგებთ. ვიცით. ძალიან კარგად ვიცით, ხო, ეს რეალურად საკუთარ თავთან დიალოგი შენ ეუბნები ისევ შენ საკუთარ თავს, ხო? ამაღლა გააჟღერებ ამ ყველაფერს თუ გაიფიქრებ, ეს ამას არ აქვს ადამიანი ამას აკონტროლებდეს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვიცით რა არის კარგი ჩვენთვის, მაგრამ არ ვერ ვაკეთებთ. ან ვუგულებელ ყავს. იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ არ იცის ადამიანმა. მე არ მგონი ადამიანი ესეთი ცნობიერი არსება, რომ მან ეს იცოდეს. ჩვენ ვიცით ინფორმაცია. განათლებიდან, წიგნებიდან, ყველა, ინფორმაცია, რაც არის, ინტელექტიც ინფორმაციაა რეალურად. ეს ვიცით, მაგრამ არ ვიცით განცდა საკუთარი თავის და განცდის მოსმენა, ხვდები? აი თქვენ რო გაიგოთ რა არის თქვენთვის კარგი, შეგრძნებას უნდა მოусმინოთ. აი შეგრძნება მეუნება, რომ აი არაფერი არ მინდა, იმ შვენივრად ვარ ხა, მაგრამ გონება მეუნება როგორ არ გინდა, უკვე ამდენი წლის ხარ, აბარას მიაღწიე, წარმატების ფორმულა, ამასაკში ესე, ამასაკში ესე, ამასაკში ესე და აი როგორ უნდა მოვდუნდეთ? რა თქმა უნდა, არა, დანებდე რას ნიშნავს? არა, ამ ბლოკში უნდა. ჩვენ გონია რომ რაღაცა თამასა არსებობს, რომელსაც უნდა დავეციოთ, რაღაცას უნდა გავასწროთ. ეგ თამასა დაგიწესა თქვენმა გონებამ და მანდ გეთამაშება ზუსტად, ხვდები? ეხლა რა განსხვავებაა შეგრძნებით ცხოვრებაში, იცი? როდესაც შევეგრძნობ ჩემს თავს, ანუ ჩემს უნარებს, ჩემს შესაძლებლობებს, აქედან ვმოქმედებ, ანუ სრულად ადამიანი ვერ გაჩერდება. ადამიანი ეს არის დინამიკა, არაცნობიერს უნდა პროექციები, გამოსვლა და ენერგია უნდა სუბლიმირდეს. ასე რომ მოვდუნდე, ვერ მოდუნდები, სანამ შენ ცოცხალი ხარ, შენი გონება ვერ მოდუნდება, ვერჩენი არაცნობიერი და არაცნობიერი, რომელიც მართავს ადამიანს თავიდან ბოლომდე. მაგრამ განსხვავება რა არის? პროგრამა კარნახობს იმას, რაც საჭიროა, რაც ზოგადად სოციუმმა შეიმუშავა და დისციპლინა დაგიდეს და შენი თავი გეუბნება იმას, შენი რეალური გზა სად არის და შესაძლებლობები და მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებაც რაღაც ფასეული შექმნეს ამ სამყაროში, სწორედ საკუთარ თავს უსმინეს. ენდნეს საკუთარ. ხო, აი რაღაცა გრანდიოზული ვინც შექმნა და ფასეული, ხო? და აი ამ შეგრძნებიდან მოქმედებ ზუსტად, დაუღლელად და იმ ტერიტორიაზე, რომელიც შენია. და როდესაც უსმენ მხოლოდ აი ამ რაღაცა პროგრამის ბლა ბლა ბლას, შენ აკეთებ იმას, რაც არ არის შენი. შეიძლება ნიჭი გქონდეს ხა თუ უნარიანი ადამიანი, იმას შეიძლება ბევრი რამე გამოუვიდეს, მაგრამ თუმცა სხვა რაღაც უფრო შენ კარგად გზაზე, გამოგივა. როდესაც დგახარი, ეს ის შემთხვევა, როცა საქმე შენთან ჰარმონიაშია, შენ გიყვარს ის, რასაც აკეთებ. ნონა, ჩვენს საკუთარ თავებს ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი კრიტიკულობით უდგებით ხოლმე. ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვაყენებთ საკუთარ თავს. მოკლედ, გასაგებია რომ ჯანსაღი თვით შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შესაძლებლობების კარგად დანახვა და ამის გააზრება, ეს კარგია, მაგრამ გადაჭარბებულად მეც ვთხოვთ ხოლმე საკუთარ თავს. აი დავუშვათ და გვინდა აი ამ მომენტიდან დავიწყოთ ჩვენს თავთან აი ეს ჰარმონია, რაც დასაწყისში ვახსენეთ, აი ესეთი ჰარმონიული ურთიერთობა. როგორ დავიმეგობროთ ეს ჩვენი თავი? საკითხი ესე დავაყენოთ რა. ჩვენ რო გზრდიან და ზოგადად ამ სოციალურ ქსელებში ქადაგებენ მიღწევებზე, რატო არასოდეს არ უშვებს ადამიანი იმას, რომ მას შეიძლება ეს უბრალოდ არ შეეძლოს? რატო ვატყუებთ ადამიანებს, როცა ვეუბნებით, რომ შენი შესაძლებლობები უკიდურესად დიდია და უსაზღვროა? ხალხო, ეს ტყუილია.
იტყვებით იმასაც, რომ დაღლილები არ არის არც ბავშვის უნარები არ არის უსასრულო, არც ახალგაზრდა ადამიანის. ეხლა რამდენი წელია მე ამ გზაზე ვდგავარ, აი თვით გამორკვევის და საკუთარი თავის გაცნობის რა უსასრულო შესაძლებლობებზეა ლაპარაკი, თითო რაღაცის გასაცნობიერებად 3 თვე მიბუქსავია ჩვეულებრივად. ეხლა ის რომ რაღაცების კითხვა შემიძლია და მე საუბარი ეს არაფერი შუაში არ არის. აი ეგ მიღწევა და ჩვენ რომ ნორმალურად ვზრდიდეთ ბავშვებს სკოლაც, ოჯახებიც და უხსნიდეთ რომ ბავშვებო, მოდი თვითონ სკოლის პროგრამაც როგორ არის, უნდა დასძლიო. ანუ ბავშვობაში მიღწეული შედეგებია ეს ბავშვობის მოდელია, რომელიც მოყვება. აქედან იწყება, იმიტომ რომ გონების ავსება ხდება გამ პირობებულობის ჩამოყალიბება ბავშვობიდან და ბავშვობას რა აქ ცუდი, იცით რომ ის უპირობოდ ყლაპავს ყველაფერს. ეხლა თქვენ უკვე ვინმე რამე რო გითხრათ, ბევრჯერ დაფიქრდებით, უცხო რამე რო შემოიტანოს, ბევრჯერ დაფიქრდებით, იმიტომ რომ გამოცდილებაც გაქვთ ამის გონებას და ბავშვს არა აქვს. ბავშვისთვის ოჯახი და სკოლა არის პირველი მოდელი სრულფასოვანი სამყაროს. მას გონია რომ ზუსტად ისე იქნება მისი ცხოვრება, როგორც მას მშობელი ეუნება და მასწავლებელი, რომ მაგალითად თუ შენ კარგად ისწავლი, შენ მიაღწევ ყველაფერს. აბსოლუტური სისულელე, ხო? და შესაბამისად აცდენა იწყება, იმიტომ რომ შენ უკვე ჩაერთვე ამ დოხში, რომ უნდა შეძლო, უნდა დასძლიო. რას ქვია, ეს არის გათვლილი შენასაგზე. რას ქვია, შენს გონებას არ შეუძლია. მაშინ როგორ უნდა მივუდგეთ? აი, ყველას უნდა კონდეს შესაძლებლობა დაცინვის, ბულინგის და ეს რაღაცა იქედნური ხედვებით, რაც ჩვენ სკოლაში ყველამ გავიარეთ ხო მასწავლებლებიდან, რომ თავისით რასაც შესძლებს. მან უნდა იცოდეს, რომ მოდი შენი თავი გამოავლინე, ანუ შენ იქნები საინტერესო იმით, თუ შენ ამ კონკრეტულ პროგრამაში მაჩვენებ შენს თავს. აი, ამ მიმართულებით მე უკვე ბავშვობა უკან დარჩება და უკვე რო ხდები დიდი და ჩვეულებრივ ჩამოყალიბებული ადამიანი უნივერსიტეტს ამთავრებ, მე გექნება ზუსტად მოცემულობა იმის, რომ შენ თავში ჩაიხედო, რა გამოგდის და მიყვე. პროფესიასაც არავინ არ ირჩევს, ხო, თავისი უნარებიდან გამომდინარე, ჯერ მაგასაკში შეუძლებელია საერთოდ გაიგო, რა გინდა და რა გამოგდის. გირჩევენ, გეუბნებიან, ყურში რომ ეს კარგია, ეს მომგებიანია, ეს პრესტიჟულია და ამ დროს შენი გზა შეიძლება მიდიოდეს მარცხნივ და შენ ყველამ წაგიყვანოს მარჯვნივ, იმიტომ რომ შენ ოჯახში ყველა ექიმი იყო და შენც ექიმი უნდა გახდე. ან ძალიან მოდურია პროგრამისტობა, იმიტომ რომ ბევრი ფული მოაქვს, მაგრამ შენი საერთოდ არ არის ეს პროგრამისტობა. და მოკლედ აი მე ძალიან ხდება რომ სულ უკმაყოფილო ხარ, სულ არასრულფასოვნების განცდა. სკოლაში ხო ყალიბდება არასრულფასოვნების განცდა, ეხა ეს ხო არის? ყველა ვიყავით მოწაფეები, ხო? თითოეულ სიტყვას აქვს. ხო, იჯერებ, გჯერა, როცა გეუბნებია რომ შენ როგორ ვერ გააკეთე, ნახე იმან გააკეთა, შენ გგონია რომ всё, შენ უკვე ლუზერი ხარ და ну მე всё თქვენი გონება პერფექციონიზმიც ბავშვობაში მიღებული გამოცდილებებიდან პერფექციონიზმი არის ჩვეულებრივი ფსიქიკური პრობლემა ხო აი როგორც წესი პერფექციონიზმს თითქოს დადების ჭრილში განიხილავენ ხოლმე და უყვართ ხო თქვა რომ იცი რა მე პერფექციონისტი ვარ და ეს რაღაც გონიათ რომ რაღაც კარგთან არის ასოცირებული მაგრამ პირადად მე აი რაღაც საკითხებში მაქვს ეს პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება და ძალიან არ მომწონს ხოლმე ჩემი თავი როდესაც ამას ნევროზამდე მიგიყვანთ ჩვეულებრივად აი ზუსტად შენ გვაფერხებს ხოლმე ამ პერფექციონიზმს რაღაც ახალი ნაბიჯის გადადგმა თუმცა ძალიანად უარყოფის ჭრილში რომ არ განვიხილოთ არის გამოცდილებები არსებობენ ადამიანები რომლებიც პერფექციონიზმმა საკმაოდ დიდ პედესტალზეც აიყვანა კიდევაც მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესე არ ხდება და ადამიანებს ტრამვა მაგ თემაზე ძალიან ვიკამათებ შეიძლება რაღაც კონკრეტულ რაღაცას მიაღწია მაგრამ ჩვენ მაინც განვისაზღვრებით იმით რამდენად ფსიქიკურად ჯანმრთელი ხალხი ვართ იმიტომ რომ მთავარი ის კი არ არის რაღაცას მიაღწიო, მთავარია როგორ ცხოვრობ ამ მიღწევასთან. თორე ჩვენ ვიცით აი უდიდესი ვარსკვლავები ჰოლივუდის თუ იმის თვითმკვლელობით და ნარკოტიკებით. რატო? იმიტომ რომ ცხოვრება არ არის, ხვდები, სიმშვიდე არ არის. შენ თავთან რო რჩები, სრული აპოკალიფსი გიწყობს გონება და აპოკალიფსი იწყება მაგ საუბრიდან გონებაში სულ და აი ეს წეღან რაც ვისაუბრეთ, მუდმივი დიალოგი, რაღაცა დიალოგი ხმა, რომელიც არ ჩერდება და მე ძალიან ეჭვის ქვეშ დავაყენებდი ყველაფერს, რასაც დღეს აფეტიშებს ადამიანი. იცი ჩვენ ამაზე ხშირად ლექციებში ვსაუბრობთ, აი დიდ აუდიტორიებში, ინდივიდუალურად, მაგრამ იცით როგორ არის ადამიანი, თითქოს აი
დაბოლილია, თითქოს მაგიური ზემოქმედების ქვეშ არის, აი ამ განპირობებულების, ამ სტერეოტიპების და გონია რომ თავის თავზე დაკვირვება რომ დაიწყოს, შეიძლება ჩამორჩეს რაღაცას, ოღონდ რას თვითონაც არ იცის და საბოლოო ჯამში რა გამოდის, იცი რომ შენ თავთან ისეთ გაუცხოებაში მოდიხარ და ბედნიერება მოაქვს საკუთარ თავთან ჰარმონიას, იმიტომ რომ აი უნდა შეძლო დაждე და შეიგრძნო შენი თავი და ხმა რომელიც საუბრობს ეს თუ არ გაჩერდა ვერასოდეს ვერ დამშვიდდება ადამიანი და ვერასოდეს ვერ იქნება ფსიქიკურად ჯანმრთელი და ელემენტარულად ვერ დაისვენებ ვერსად. მე ნახე ამას რა დღეს შენ ხარ ამ პედესტალზე. ხვალ ვიღაც სხვა, ზეგ ვიღაც სხვა, ვიღაცა ყოველთვის შენზე ახალგაზრდა, ვიღაცა ახალგაზრდობით გაჯობებს, ვიღაცა ბოლო-ბოლო ენერგიულობით გაჯობებს, იმიტომ რომ ეს ჩვენ სხეულს კიდე თავისი ანატომია და ფიზიოლოგია აქვს, ხო? და რა გამოდის ახლა სულ კონკურენციაში ხარ, მე ბოღმაში ხარ, მე გაბრაზებული ხარ, მე ლუზერად გრძნობ თავს და სულ რაღაც არასწორი, საიდანღაც მოფრენილი განცდებით გიწევს ვინც ამბობს, რომ პერფექციონიზმი კარგია, ეს არის სრულიად ეს არის ინფანტილური აზროვნება, ჩამოუყალიბებელი გონება. ისე როგორც ჰოლიზმის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს იდეალების ძებნა, საკუთარ თავში იდეალის შექმნა მოდი რა თუ ძმა ხარ რა იცხოვრე რაღაცა შეიგრძენი ცოტა დაისვენე მზეზე რომ დაწვევი დატკბი და რა დაგვრჩება აი ასეთი ცხოვრებით აი საბოლოო ჯამში რომ შევაბაზოთ აი ასეთი ცხოვრებით როდესაც ამ კონკურენციაში აღარ ვიქნებით და გამოვეთიშებით ამ ყველაფერს დავტკბებით აი ნახე ყველაფერს ყოველი აი რამეს ვარ ეხა მე გამოთიშული უბრალოდ საკუთარი გზა ვიპოვე ცხოვრებაში. როგორ თქვა, რომ გამოთიშო, პირიქით ვცდილობ ძალიან რომ გამოვეთიშო რაღაცებს და ვერ ვეთიშები, ხა ვერ გამოეთიშები, სანამ ახალგაზრდა ხარ და ენერგია გაქვს, მაგრამ როგორც კი იკეტება კარები და ვრჩები მარტო, ყველა აბსოლუტურად მთავრდება სამყარო. მე ვარ ხვდებით, აი, ჩემი შეგრძნებები, აი ნონა, რომელიც სადღაც ბავშვობიდან მოდის, რაღაცა ერთი ხაზი ყველა ადამიანს აქვს თავისი თავის შეგრძნება სრულიად ცალკე ამ სამყაროში ყოველგვარი იდენტობის გარეშე. აი ნახეთ ნონა არავის შვილი, არავის დედა, არავის ცოლი, არავის მეგობარი. უბრალოდ ნონა თავისი შეგრძნებებით როგორ მოვდიოდი. ჩემი სიმძიმეებით თუ შფოთვებით როგორ წავიდა ეს ყველაფერი როგორ დაალაგდა. შეგრძნება შენი თავის სიჩუმეში ხდები. და მე უკვე ღირებულია უფრო მეტადაც ცხოვრება აი ეს. ეგ არის ცხოვრება. მხოლოდ ეგ არის ცხოვრება. თქვენგან მოდის რაღაც ამოუხსნელი სიმშვიდე. და ალბათ ეს არის რაზეც გქონდა საუბარი. მოკლედ მიმღებლობა ალბათ ეს არის ყველაზე კარგი სიტყვა თავისი შინაარსით, საკუთარი თავის და ზოგადად სამყაროს ისეთი როგორიც. რა მხოლოდ სიძლიერე გჭირდება რომ აი ამ ყველაფერს მიაღწიო. მადლობა ნონა. დიდი მადლობა და მშვიდობებით. ჩვენ გავალთ